დღეს მოვამზადებთ ორაგულს ფრანგულად. ორაგული გადავწყვიტეთ, იმიტომ რომ ნაკლებად ცხიმიანია და უფრო მოთხოვნადია დღევანდელ დღეს. ესე იგი, ამ სტრუქტურაში მოვედი 19 წლის, დავიწყე მომარაგებით რესტორნის. შემდეგ დამაინტერესა სამზარეულო, შიგნით რა ხდება, რა ვითარება, რა სიტუაციებია და მივედი სასწავლებლად. იმის შემდგომ უკვე შერეული სამზარეულო, როგორც ასეთი ქართული, ევროპული ახალი კერძების შექმნა, ახალი გემოების ძებნა. ანუ შეფი გავხდი 10 წლის წინ, შეფობა მარტო არ არის ის, რომ გემო დაიჭირო და კაი კერძი გამოგივიდეს, აქ ბევრი ნიუანსი სჭირდება. ჩემთვის ეს არის აზარტი, ეშხი აქვს და მაგის გული და ყველაფერს ვცდილობთ, რომ გავაკეთოთ ისე, რომ იყოს ყველაფერი თავის დროზე. ჩემი რჩევა ის იქნება, რომ იჩქარო ნელა. სამზარეულო სულ სწავლა, სულ რაღაცა ახალი იქნება, სულ რაღაცა ახალი შემოდის. არასდროს არ გაუსწრო იმ მოვლენებს. ყველაფერს თავისი დრო აქვს და შენ თავში უნდა იყო დარწმუნებული, რომ შენ ხარ მზად. თვითონ დრო გიჩვენებს, თვითონ ხალხიც ნახავს, რომ შენ შეგიძლია და თვითონ მოითხოვენ, რომ შენ იყო შეფი. კიდე ის ეტაპია, რომ პურის ცხობა დავიწყეთ. ესეც ერთ-ერთი ახალი კიბე იყო ჩემ ცხოვრებაში და ჩვენ სიტუაციაში, ჩვენი გუნდისთვის. სხვათაშორის ძალიან საინტერესოა და ძალიან კაი საქმეა. შრომატევადია, მაგრამ უბრალოდ იქვე გიფასდება იმის გამო, როცა უკვე გამოსვარ პურს ხელში დაიჭერ და ხედავ რაც გამოგდის, ძალიან საინტერესო და ძალიან სასიამოვნოა. კერძის გაფორმებით შეგვიძლია მივხვდეთ რა ხასიათზე იყო მზარეული, რომელიც ამზადებდა და რომელიც მოგაწოდა ეგ კერძი. ესე ჩვენი ორაგული ფრანგულად, სუბუქი და ნოყიერი. იმასე რო გითხრა, მე არ ვარ მომხრე იმისი, რომ ქართული კერძი შევცვალო. ეს ჩვენია და ყოველთვის ჩვენი უნდა იყოს ისეთი, როგორც მამა-პაპებმა დაგვიდოვეს. ჩემი აზრი ეგრეა, ახლა შეგვიძლია შევცვალოთ 1000 რაღაცნაირი კერძი გავაკეთოთ, მაგრამ ის მამა-პაპური არ უნდა დავიწყოთ. უნდა დავტოვოთ ყოველთვის ისეთი, როგორიც იყო ოდითგანვე.